იმ ვიდეოზე თუ როგორ ვატაროთ დანა ისე რომ არ დავჯარიმდეთ ზოგიერთი და ძალიან ბევრი უარყოფითი აზრი გამოიხატა ვითომ და ვასწავლი ან უბიძგებ ფილმის დანის ტარებისკენ მოგესალმებით ადვოკატი ჯემალი ჭიდიშვილი. პირველ რიგში მინდა გავამახვილო ყურადღება თუ რა არის ცივი იარაღი და როგორ განმარტავს მას კანონი იარაღის შესახებ. ციტირებ. ცივი იარაღი რომლის მოქმედებაც ხორციელება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად. ესე იგი ცივი იარაღია ნებისმიერი საგანი რომელსაც გამოიყენებს ადამიანი ობიექტის დასაზიანებლად და რომლის მოქმედებაც ხორციელდება მისი ფიზიკური ძალით. შესაბამისად, ვინმეს თუ უნდა მაკრატლით დასაზიანებლად გამოყენება, მაშინ ეს ჩაითვლება ცივი იარაღად, ხოლო თუ ამას იყენებ ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით, მაშინ ეს უწყინარი მაკრატელია. მე ყველას მოუწოდებ თავი შეიკავოს ყოველგვარი ძალადობისაგან და ცივი იარაღის ძალადობრივად გამოყენებისაგან. ხო და ატარონ ცივი იარაღი მხოლოდ კანონის შესაბამისად დანიშნულებისამებრ, როგორც განმარტავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის 191 პრიმა მუხლი. მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის გამოიწერეთ ჩემი გვერდი.